მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. 1991 წლიდან ყოველი წლის 3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება. ეს თარიღი სიმბოლურად საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდია და ამკვიდრა ზოგიერთ ქვეყანაში ქალთა საერთაშორისო დღეს და დედის დღეს ერთად აღნიშნავენ. მაგალითად, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, სომხეთში და აზერბაიჯანში. საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც ამ დღის აღნიშვნა დაიწყო. ძვირფასო დედებო, დასოტევი გილოცავთ ამ დღეს, გისურვებთ დიდხან სიცოცხლესა და ბედნიერებას. მედია არის პოლარიზაციის მთავარი წყარო და ეს აღიარებული პრობლემაა, რომელიც დაფიქსირებულია EUTO ODIHR-ის დასკვნებშიც. ამას სჭირდება რეგულირება. ოპოზიციასთან დაკავშირებული მედია საშუალებები და თვითონ ოპოზიცია უპირისპირდება ამას, რადგან მათ აწყობთ სიცრუისა და ტყუილის ტირაჟირება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართული ოცნების ინიცირებულ მაუწყებლობის შესახებ კანონ პროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ქართული საზოგადოების ინტერესია, რომ მედია სიცრუისგან და სიძულვილისგან დაცლილი იყოს და მოვლენებთან დაკავშირებით ობიექტური ინფორმაცია მიიღოს. აქედან გამომდინარე კი მიიჩნევს, რომ პირები, რომლებიც მაუწყებლობის შესახებ კანონ პროექტს უპირისპირდებიან, მედიის მიერ გავრცელებული სიძულვილი და სიცრუე მოსწონთ. ცნობისთვის, ქართული ოცნება მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რომლის მიხედვითაც დადგინდება მედიის ობიექტურობა და ჟურნალისტური სტანდარტები. ამავე კანონის მიხედვით ქართულ მედია საშუალებებს უცხოურ დაფინანსებაზე წვდომა შეეზღუდებათ. ბრიტანეთი ძალიან ბევრ ოფშორულ კუნძულს ფლობს და ბიძინა ივანიშვილს ძალიან ბევრი ოფშორული კომპანია აქვს, ამიტომ ბრიტანული სანქციები უფრო მტკივნეულია მისთვის და მისი ხელისუფლებისთვის ვიდრე ამერიკის. ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის გენერალურმა მდივანმა პაატა მანჩგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, იმ პირებმა, რომლებმაც საკუთარ მოქალაქეებსა და დემოკრატიაზე ხელი აღმართეს და საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიიღეს, საკუთარ თავს განაჩენი თავად გამოუტანეს. ამიტომ იმედს გამოთქვამს, რომ დიდი ბრიტანეთი ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ სანქციებს უახლოეს მომავალში დააწესებს. სანქცია ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა. ყველა მოძალადემ, რომელმაც დემოკრატიისა და საკუთარი მოქალაქეების მიმართ ხელი აღმართა და თავისი ქვეყნის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება საკუთარ თავს განაჩენი თვითონ გამოუტანა და ეს სანქციები არის რეაგირება იმ ძალადობაზე, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმის ჩადის. დარწმუნებული ვარ, ბრიტანეთი სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას მიიღებს. ბიძინა ივანიშვილის გარშემო მყოფი ბევრი ადამიანი დაკავშირებულია ბრიტანეთთან ოფშორებთან, მათ შორის ვირჯინიის კუნძულებთან. ეს კი რეაგირებაა მოძალადე რეჟიმის წინააღმდეგ, განაცხადა პაატა მანჩგალაძემ. გურიაში ძირითადი გზების 80% უკვე გაწმენდილია. ეს არის მუნიციპალური გზები. დღეს კიდევ უკეთესი შედეგი გვექნება. სერიოზული პროგრესი გვაქვს ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს გურიის რეგიონში განუცხადა. მისივე თქმით, ჯამში სტიქიის დაწყების დროს 35,000 აბონენტზე იყო დაზიანება, შემდეგ კი 29,000-მდე აბონენტს აღუდგა ელექტროენერგია. ასევე გაზიფიცირება აღუდგა დაზიანებული აბონენტების ნახევარზე მეტს. მისი თქმით, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში პირველადი დახმარების საგნებით დატვირთული ტრაილერები ჩავიდა ჯამში 10,000 ყუთი და ეს პროდუქტები და მედიკამენტები დაურგდება იმ მოსახლეობას, რომელზეც ყველაზე მეტად სჭირდება. საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული სამეცნიერო თანამშრომლობის შეჩერება ოცნების პოლიტიკის პირდაპირი შედეგია, რომელიც უნივერსიტეტებზე ავტორიტარული კონტროლის დამყარებას ცდილობს. ასე ეხმაურება პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს გადაწყვეტილებას გერმანულ ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარების შეჩერებასთან დაკავშირებით. როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში გიორგი გახარია აცხადებს, ქართველ ახალგაზრდებს ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მორიგი ფასის გადახდა უწევთ, რომელიც გერმანიასა და საქართველოს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის შეჩერებით გამოიხატა. მადლობელი ვართ ჩვენი გერმანელი პარტნიორების მხრიდან ქართველი სტუდენტებისა და მკვლევრების მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის. იმედია ყოველივე ეს დროებითია. მიუხედავად რეჟიმის მცდელობებისა, შეზღუდოს ახალგაზრდები საქართველოს მომავალი ევროპაშია. წერს გიორგი გახარია. რთული მდგომარეობაა ჯერ კიდევ ბევრ ადგილმდებარეობაზე, თუმცა ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები და ყოველსაათობრივად ვითარება უმჯობესდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმერეთში არსებულ დიდთოვლობისგან გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით განაცხადა. კობახიძის თქმით, 2-3 დღეში პრობლემის დარეგულირება შესაძლებელი გახდება. ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაც არის, თუმცა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები და უკვე ამ დღეების განმავლობაში ბევრი აბონენტისთვის არის აღდგენილი ელექტროენერგიის მიწოდება, განაცხადა კობახიძემ. გურიაში მოსახლეობა იქნება უზრუნველყოფილი სურსათით და აუცილებელი მედიკამენტებით. რეგიონში დაახლოებით 10,000 ერთეული პაკეტი ჩამოვა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მოსახლეობის სურსათით და მედიკამენტებით უზრუნველყოფა მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება. სურსათით და მედიკამენტებით უზრუნველყოფა გაგრძელდება მუდმივ რეჟიმში. დაახლოებით 10,000 ერთეული პაკეტი ჩამოვა გურიაში. სასწრაფო დახმარების ბრიგადები შეუფერხებლად მუშაობს. გამოძახებებზე შეფერხების გარეშე რეაგირებენ. ყველა მემართულობით არის მობილიზებული შტაბი და მთავარია, რომ გაგრძელდეს ინტენსიურად სამუშაოები, განაცხადა კობახიძემ.
როდესაც ქვეყანაში სტიქია მძვინვარებს ეს დაახლოებით ომის ანალოგია. ასეთ შემთხვევაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც დეზინფორმაციას ეწევიან, რაც მიუღებელია ნებისმიერი ადამიანისთვის. ამის შესახებ მიხეილ ყაბელაშვილმა ჟურნალისტებს ქობულეთში განუცხადა, როგორც ყაბელაშვილმა აღნიშნა, ასეთი სტიქიის განდაზღვეული არავინაა და მთავარია შემდეგ როგორ რეაგირებ. პრეზიდენტის თქმით, მთავარია, რომ კოორდინირებული მუშაობა გაგრძელდეს და არც ერთი მოქალაქე არ იყოს უყურადღებოდ დარჩენილი. მე როგორც პრეზიდენტს არ უნდა მიწევდეს, მაგრამ ეს დეზინფორმაცია და მამნებლური საკითხები იმდენად აშკარაა, რომ პირდაპირ ავნებს სიტუაციას. მათი მოტივია, რომ როგორმე დააზიანონ მოსახლეობას, აგრძნობინონ, რომ ხელისუფლება ვერაფერს აკეთებს, რომ ჩვენ ხელისუფლება არ გვყავს. მინდა რომ საზოგადოებას ამაზე არ ჰქონდეს რეაგირება. მთავარია ყველა ადამიანთან იყოს კომუნიკაცია და ყველაფერი რიგზე იქნება, განაცხადა მიხეილ ყაბელაშვილმა. აფხაზეთის მთავრობის სამუშაო ჯგუფის წევრები აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან გალობლიშვილის ხელმძღვანელობით კვლავ რეგიონებში იმყოფებიან და დიდ თოვლობის შედეგად გამოწვეულ ვითარებას პირადად ეცნობიან. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით დღეს აფხაზეთის მთავრობის სამუშაო ჯგუფის წევრებმა მორიგი შეხვედრა ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ადგილზე გამართეს. მიმყოფებით დასავლეთ საქართველოში ვეცნობით დიდ თოვლობით გამოწვეულ პრობლემებს ვახდენთ მათ იდენტიფიცირებას, რათა მყისიარად და ოპერატიულად შევძლოთ აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრა. განაცხადა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლაშა დოლბაძემ. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია, აღნიშნული მინისტრებმა აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს და ადგილზე სტიქიის შედეგად არსებული მდგომარეობაში აფასეს. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ევროკავშირის ლიდერები უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ პოტენციურ მოლაპარაკებებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას 6 მარტს დაგეგმილი შეხვედრის დროს განიხილავენ. ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ამ განხილვამ აქტუალობა მას შემდეგ შეიძინა, რაც ვაშინგტონმა პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო რუსეთთან და საუბარში არ მონაწილეობენ არც უკრაინა და არც ევროპა. ბლუმბერგის ინფორმაციით სამიტი ასევე გახდება პლატფორმა უკრაინის სამომავლო უსაფრთხოებისა და პოტენციური ომის შემდგომი დარეგულირების შესახებ ევროკავშირის უფრო ფართო ხედვის გამოსახატავად. ლიდერები განიხილავენ, როგორი უნდა იყოს სამშვიდობო პირობები და რა ვალდებულებები აქვს ბლოკს. გარდა ამისა, ევროკომისია აპირებს, რომ შეხვედრაზე კონტინენტის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერების გეგმა წარადგინოს. ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის შეთანხმებამ მზად არის გასაფორმებლად. ის შეეხება სტრატეგიულად მნიშვნელოვან მინერალურ რესურსებს, ნავთობსა და გაზს, ასევე ინფრასტრუქტურულ აქტივებს. მედიის ინფორმაციით ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა. მისი თქმით, შეთანხმებას ორი ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში მოაწერს ხელს. ეს არის გარიგება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მინერალების, ნავთობისა და გაზის, ასევე ინფრასტრუქტურული აქტივების შესახებ. ეს არის ნამდვილად მომგებიანი ვარიანტი ორივე მხარისთვის. აღნიშნა ბესენტმა. მშვიდობა უნდა მოვიგოთ. ეს არ შეიძლება იყოს მშვიდობა, რომელიც ასაჩუქრებს აგრესორს. ისტორია მშვიდობის მყოფელის მხარეს უნდა იყოს და არა დამყრობლის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. სტარმერის თქმით, შეთანხმება უნდა იყოს ისეთი, რომელსაც აღნიშნავენ უკრაინაში და მსოფლიოში. ამასთან მისი განცხადებით, ფსონები ძალიან მაღალია და მოკავშირეები ერთად იმუშავებენ, რათა კარგ შეთანხმებას მიაღწიონ. მისივე თქმით, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე განიხილეს გეგმა, რომ მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომელიც მკაცრი და სამართლიანი იქნება და რომლის ფორმირებაშიც უკრაინა დაეხმარება და რომელსაც ზურგს გაუმაგრებს ძალა, შეაჩეროს პუტინი მეტისთვის დაბრუნებისგან. ვფიქრობ, რომ ხანგრძლივი მშვიდობა იქნება და იმედი მაქვს, რომ ის მალე მოხდება. თუ ის მალე არ დამყარდა, შეიძლება საერთოდ არ დამყარდეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ვაშინგტონში გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. ჟურნალისტმა ტრამპს კითხა, უჭერს თუ არა ის მხარს ნატოს მეხუთე მუხლს და ფიქრობს თუ არა, რომ ის შესაძლოა ამოქმედდეს თუ ევროპელი მშვიდობის მყოფელები უკრაინაში განლაგდებიან. მხარს უჭერ ნატოს მეხუთე მუხლს, არ ამგონია, რომ ის ასამოქმედებლად რაიმე მიზეზი გვექნება. ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული მშვიდობა გვექნება და ვფიქრობ, რომ ხანგრძლივი მშვიდობა იქნება და იმედი მაქვს, რომ ის მალე მოხდება, განაცხადა ტრამპმა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.